აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის საპილოტო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის პირველ ბენეფიციარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს გაესაუბრა. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ომის ვეტერანთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ადაპტაციაა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელთა ბენეფიციარები დღეს მოვინახულე. შეხვედრაზე აქცენტი გააკეთეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერა და მიხარია, რომ ესეთი კარგი საპილოტო პროგრამა გამოვიდა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა ყველა იმ პროგრამას, რომელსაც ახალი წლიდან განახორციელებს, მორგებული იქნება ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებაზე. სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამას. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროცესების ადგილზე გაცნობა და პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა, მათი მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ვეტერანების მიმართ ასეთი ყურადღება, ასე ვთქვათ, ჯერ არ ყოფილა. ეს არის პირველი, როგორც კი აქ მოვხდი და ეს რეაბილიტაცია კურსი გავიარე, ბევრად უკეთესად გრძნობ თავს.